ნიადაგი ეს არ არის უბრალოდ მიწა, რომელზეც ვდგავართ. ეს არის სიცოცხლის საფუძველი, ეკოსისტემის ქვაკუთხედი, რომელიც კვებავს ჩვენს მოსავალს და უზრუნველყოფს სურსათის უსაფრთხოებას. საქართველო თავისი მრავალფეროვანი რელიეფითა და კლიმატით განსაკუთრებით მოწყვლადია ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გარემოსდაცვითი პრობლემის ნიადაგის ეროზიის მიმართ. ეს არის პროცესი, როდესაც ნიადაგის ზედა ნაყოფიერი ფენა იშლება და გადაიტანება წყლის, ქარის ან ადამიანის არასწორი საქმიანობის შედეგად. ეროზია არა მხოლოდ ამცირებს ნიადაგის ნაყოფიერებას და მოსავლიანობას, ის საფრთხეს უქმნის წყლის რესურსებს, იწვევს გაუდაბნოებას და საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება სოფლის მეურნეობის მდგრადობასა და მთელი ქვეყნის ეკონომიკაზე. დღეს, როდესაც კლიმატის ცვლილება ამძაფრებს ბუნებრივ კატასტროფებს, ნიადაგის ეროზიასთან ბრძოლა უფრო აქტუალური გახდა, ვიდრე ოდესმე. დღეს ჩვენ სიღრმისეულად განვიხილავთ, რა არის ნიადაგის ეროზია, რა არის მისი ძირითადი მიზეზები და საფრთხეები საქართველოში. რა პრაქტიკული, მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდების გამოყენება შეუძლიათ ფერმერებს თავიანთი მიწის დასაცავად. ნიადაგის ეროზია ეს არის ბუნებრივი, მაგრამ ადამიანის საქმიანობით საგრძნობლად დაჩქარებული პროცესი, როდესაც ნიადაგის ნაწილაკები შორდება თავის ადგილს და გადაიტანება სხვა ტერიტორიაზე. გამოყოფენ ეროზიის ორ ძირითად ტიპს, რომელიც საქართველოშია გავრცელებული. წყლის ეროზია ეს არის ნიადაგის ნაწილაკების გადაადგილება წყლის ნაკადის საშუალებით, როდესაც წყალი თანაბარ ფენად მიედინება ნიადაგის ზედაპირზე და თან მიაქვს ნაყოფიერი ფენა, რაც თვალისთვის ხშირად შეუმჩნეველია. ქარისმიერი ეროზია ეს არის ნიადაგის ნაწილაკების გადაადგილება ქარის საშუალებით. ის განსაკუთრებით აქტუალურია მშრალ, ღია და დაუცველ ტერიტორიებზე, სადაც ნიადაგი მცენარეული საფარის გარეშეა. ქარისმიერი ეროზია არა მხოლოდ ნიადაგს აზიანებს, არამედ ჰაერსაც აბინძურებს მტვრის ნაწილაკებით. ამ პროცესებს მილიონობით ტონა ნაყოფიერი ნიადაგი მიაქვს ყოველწლიურად, რაც პირდაპირ აისახება მოსავლიანობაზე და გარემოზე. ნიადაგის ეროზია არის კომპლექსური პრობლემა, რომელიც ბუნებრივი ფაქტორებისა და ადამიანის საქმიანობის ერთობლივი შედეგია. ეროზიის ძირითადი მიზეზებია: ნიადაგის ხშირი და ღრმა ხვრნა, ასევე მონოკულტურების წარმოება, რაც ნიადაგს დაუცველს ხდის. ტყეების გაჩეხვა, გადაჭარბებული ძოვება და ბუნებრივი მცენარეული საფარის განადგურება ნიადაგს პირდაპირ უხსნის გზას წყლისა და ქარისმიერი ეროზიისკენ. გახშირებული ძლიერი წვიმები, მოულოდნელი წყალდიდობები და ხანგრძლივი გვალვები აჩქარებს ეროზიის პროცესებს. მშრალი ნიადაგი უფრო იოლად ექვემდებარება ქარისმიერ ეროზიას, ხოლო ძლიერი ნალექები იწვევს მასშტაბურ წყლის ეროზიას. საქართველოს მთაგორიანი რელიეფი ნიადაგს ბუნებრივად უფრო მოწყვლად ხდის წყლის ეროზიის მიმართ. ნიადაგის ზედა ნაყოფიერი ფენის დაკარგვა პირდაპირ იწვევს მოსავლიანობის შემცირებას და სასუქებზე დამოკიდებულების ზრდას. ეროზირებული ნიადაგი მდინარეებსა და ტბებში ხვდება, აბინძურებს წყალს, აზიანებს ეკოსისტემებს და აფერხებს სარწყავი სისტემების მუშაობას. მძიმე ეროზია, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში შეიძლება გაუდაბნოების პროცესს აჩქარებდეს, რაც სოფლის მეურნეობისათვის გამოუსადეგარ მიწებს წარმოქმნის. ვარცოფები და მეწყერები, რომელიც ხშირად ეროზიის შედეგია, აზიანებენ გზებს, ხიდებსა და დასახლებულ პუნქტებს. ნიადაგის ეროზიისგან დაცვა მოითხოვს კომპლექსურ და სისტემურ მიდგომას. ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება, არამედ გრძელვადიანი ვალდებულება. თავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ მეთოდს, რომელიც ქართველ ფერმერებს დაეხმარება მიწის შენარჩუნებაში. ფერდობებზე ხვრნა უნდა ხდებოდეს კონტურის გასწვრივ, რათა წყლის ნაკადი შეჩერდეს და ნიადაგი არ ჩამოირეცხოს. ციცაბო ფერდობებზე კი ტერასების მოწყობაა საჭირო. ხვნის შემცირება ან სრული გამორიცხვა ინარჩუნებს ნიადაგის სტრუქტურას და მცენარეულ საფარს, რაც უმთავრესი დაცვაა ეროზიისგან. ნიადაგის ზედაპირის დაფარვა ორგანული მასალით იცავს მას წვიმის წვეთების პირდაპირი ზემოქმედებისგან და ქარისგან. სხვადასხვა ტიპის კულტურის მონაცვლეობა და საფარველი კულტურების დარგვა ცარიელ პერიოდებში ამდიდრებს ნიადაგს, აძლიერებს მის სტრუქტურას და იცავს ეროზიისგან. ნაკვეთების ირგვლივ ხეების და ბუჩქების დარგვა ამცირებს ქარის სიჩქარეს და ამაგრებს ნიადაგის ფესვთა სისტემას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ საქართველოში. ფერდობებზე ან ეროზიისადმი მიდრეკილ ადგილებში მრავალწლოვანი ბუჩქების დარგვა ამაგრებს ნიადაგს. ნიადაგის ეროზიასთან ბრძოლა მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას, ზუსტ ანალიზს და ინდივიდუალურ მიდგომას. კალო აქტიურად უჭერს მხარს ქართველ ფერმერებს ამ უნიშნელოვანეს საქმეში. ჩვენ გთავაზობთ თქვენი ნიადაგის ანალიზს და კონსულტაციებს. ნიადაგის ეროზია ეს არ არის მხოლოდ აგრონომიული გამოწვევა, ეს არის გლობალური და ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. ჩვენი მიწის დაცვა ნიშნავს ჩვენი მომავლის, ჩვენი სურსათის უსაფრთხოების და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფას. ვიზრუნოთ ნიადაგზე, ის იზრუნებს ჩვენზე, ვიზრუნოთ მომავალზე ერთად.